როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ერის მხარდაჭერაში საქართველოს საპატრიარქოს აჯობოს სომხეთის ეკლესია? თურმე შეიძლება. უკრაინა 23 აგვისტოს აღნიშნავს ეროვნული დროშის დღეს და 24 აგვისტოს აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს, მთავარ ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეებს დაამთხვიეს ძალიან მაღალი რანგის კონფერენცია და უკრაინაში უკვე ჩავიდა ევროპელი 6 ლიდერი და სხვები კიდევ გზაში არიან. მიდიან საგარეო საქმეთა მინისტრები, მიდიან ევროკავშირის ხელმძღვანელები, ნატოს ხელმძღვანელები, ბიზნესმენები. ამავე დღეების აღსანიშნავად და სოლიდარობის გამოსახატავად უკრაინაში ახლა ჩავიდა 2 სომეხი ეპისკოპოსი. სომხეთის 60 ეკლესიის 2 ეპისკოპოსი. მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ ჩასულა, ტელეგრამაც კი არ გაუგზავნია, არ მიულოცია უკრაინელებისთვის მათი დამოუკიდებლობის დღე. და მე ვკითხულობ რატო. ახლა კოცები რომ არ ჩადიან და არ ულოცავენ ეგ ერთია. ბოდიში და შალვა პაპუაშვილი რომ იქ იყოს და ტელეგრამას უგზავნდეს, ეგ ცალკე უბედურება იქნებოდა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქოს რა უშლის ხელს რომ ეს გააკეთოს. მიულოცოს მართლმადიდებელ ერს, მოძმე მართლმადიდებელ ერს მთავარი სახელმწიფო დღესასწაული. თითქოს არაფერი. მიტროპოლიტი ეპიფანე, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური, იყო პირველი, ვინც საქართველოს მიუსამძიმრა პატრიარქ ილიას გარდაცვალება. მიტროპოლიტი ეპიფანე იყო პირველი, ვინც შიოს მიულოცა პატრიარქად არჩევა. მაგრამ შიო მას არ მიუსამძიმრა მისი წინამორბედის გარდაცვალება, რაც იმავე დღეებს დაემთხვა. სამაგეროდ პატრიარქმა შიომ ახლა რამდენიმე დღის წინ ეგრეთ წოდებულ მიტროპოლიტ ონოფრეს მიულოცა თავისი აღსაყდრების დღე. ონოფრეს, რომელიც ყველა მიცის რომ ჩვეულებრივი კგბ-შნიკია, FSB-შნიკი, ონოფრეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს, ონოფრეს, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის, კირილე გუნდიაევის ეკლესიის ნარჩენებს უკრაინაში, აი ამ ონოფრეს საქართველოს პატრიარქმა მიულოცა აღსაყდრების დღე. და ამაზეც ვკითხულობ რატო. საქართველოს საპატრიარქოს აქვს უნიკალური შანსი ახლა მაინც დადგეს სწორ მხარეს. ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ რომ ყველა მიცის აბსოლუტურად გასაგებია და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ უკრაინაში მოსკოვის ეკლესია დამთავრებულია. აღარ იქნება. მომავალ წელს კიდევ უფრო ნაკლები მრევლი ეყოლება, იმის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები მრევლი ეყოლება და ნაკლები ეკლესია და ოდესღაც იქნება დამთავრდება. ახლა ახალი პატრიარქის პირობებში საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი რომ დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ტომოსის წაიკითხოს და ბოლო-ბოლო მიულოცოს უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს და ყველაფერი სხვას რაც მისალოცი ექნება. მაგრამ მე ვკითხულობ, რატომ არ აკეთებენ ამას? მე მაქვს ერთადერთი ვერსია, რომელიც არ მომწონს და არ მინდა მისი დაჯერება. და გთხოვთ ყველას, რომ მეორე და მესამე ვერსია მითხრათ. რატომ შეიძლება ასე ხდებოდეს? რატომ შეიძლება საქართველოს საპატრიარქო არ იდგეს ისტორიის სწორ მხარეს? ჩემს ვერსიას ქვია FSB. მაგრამ კიდევ ერთხელ არ მომწონს და გთხოვთ. იქნებ თქვენ იცით რამე სხვა.